ალმებით ძირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, შეგახსენებთ. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. და პატარა კომენტარს გავაკეთებ, სანამ გაშლას დავიწყებ. ცოტა რამეს ჩემს შესახებ მოგიყვებით. ვინც არ იცის, იმიტომ რომ ეს კომენტარები მოკლედ და ძველი ჩანაწერები აღებულიც არის და არც შეიძლება მოისმინოს ადამიანმა, ამიტომ თავიდან დავიწყებ ისევ. აი ესეთი კომენტარი, რომ ყველა ეხლა გამოიჩეკეთ, ყველა ეხლა გამოჩდით, ყველა ეხლა როგორ გახთით. არა უბრალოდ ეს იყო დაფარული აქამდე. კიდევ უფრო მეტი გამოჩნდებიან, ვინც ნამდვილები არიან, დარჩებიან ამ საქმეში, ვინც მითვისებით არიან, წავლენ, რაც შეეხება ჩემთან მიმართებაში. მე განვაცხადე, რომ პირველი წიგნი იყო ჰოროსკოპი, მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგი არა ვარ და მეტნაკლებად რაღაც ამ გამოთვლების ჯერა არ მჯერა ესეთ თემაში ვარ. უფრო სწორად მჯერა, მაგრამ ბევრ კიდე სხვა ფაქტორებზე არის დამოკიდებული, შეიცვალოს რაღაცეები. ხო, ანუ ასეთნაირად ვუყურებ მე. და პირველი ჩემი საათამაშო თოჯინის მაგივრად იყო კარტი. ძალიან პატარა კარტი მქონდა და ამ საქმეში როცა გადავწყვიტე, რომ ჩემი სიტყვა მეც მეთქვა ამ კუთხით და დასტა შევიძინე, ზუსტად ესეთი კოლოფით ჩამომივიდა, ზუსტად ასეთ მდგომარეობაში, ზუსტად ასე გამოყენებული. ეს არის ჩემ თავზე სასწაულები, მე არ მიყვარს, შეიძლება თქვენ ზღაპრად მოგიჩვენოთ. ხედავთ, რომ ძალიან პაწეწუნა არის. მეორე დასტაც ესეთი პაწეწუნა ჩამომივიდა და ეს არის მაშინ ცოტა კი არა. თან მეწყინა, თან დამიხარდა, თან და ვერ მივხვდი რაღაცებს და ეხლა ნახეთ, ვითომ დიდი შეფუთვა, მაგრამ სხვა ყუთში დევს სინამდვილეში და ესეც არის ისეთი პაჭეჭუნა. და მე როდესაც კარტი გადავაგდე და ესე ტარო 20 წლის ასაკში მოვინათლე და რა თქმა უნდა იმ წუთში ეკლესიაში მივედი და ამიკრძალენ ეს ყველაფერი. ზუსტად ამ მდგომარეობაში იყო ჩემი კარტი იმ დროს. ზუსტად ამ მდგომარეობის ცვეთა ქონდა და ესეთი პატარა საყვარელი პაწუკები მქონდა ყოველთვის. და ჩათვალეთ, რომ მე რო აქ დავბრუნდი, არ ვიცი როგორანაირად, Facebook-ზე ვნახე და გამოვიწერე და ორივე ესე ჩამოვიდა, მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ ზუსტად ეს არის აქეთ რა მდგომარეობაშიც მე ეს მივატოვე, მდგომარეობაში დამებრუნდა. ეს არის სასწაული და ესეთი ზღაპრები ყველასთან არ ხდება, ხო? ზღაპარივით ჩანს, მაგრამ ზღაპარი არ არის. შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე გამომიგზავნენ საჩუქრად და ძალიან მიყვარს. ესეთი პაწუკები, ოღონდ უკვე ეს ახალ მდგომარეობაში არის, რა თქმა უნდა, ეს არის საკოლექციო და ესე ვთქვათ, ვინახავ, იმიტომ რომ საკოლექციო დასტა არის და ესეთაც ამას გარკვეული სიმბოლო დატვირთვა აქვს ამ დასტებს ჩემთვის უკვე მიხვდით და ძალიან ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, მიყვარს კიდეც. ეს არის ჩემს შესახებ და კიდევ საიდან ვსწავლობდი, არ ვიცი საიდან ვსწავლობდი, მქონდა გარკვეული ხილვისებური სიზმრები. დღესაც იგივე მეორდება ჩემთან, რაღაც როცა მჭირდება მასწავლის, ზუსტად ის თეთრი წვერებიანი მამაკაცი დაბრუნდა, რაც ბავშვობაში მესიზმრებოდა, ხედავდი, თუმცა მაშინ მაფრთხილებდა, რომ არ თქვა, იმიტომ რომ
მაშინ ვერ მივხვდი. ეხლა ვხვდები, იმიტომ რომ ეს იყო მაშინ რომ მე რაღაცები მეთქვა, რა თქმა უნდა ენერგიებს დამიბლოკავდნენ, ვისაც ამ საქმეში არის ისეთი ხალხი, მოიპარავდნენ და ამ ჩემ ცოდნასაც მიითვისებდნენ. დღეს სულ სხვა პოზიციაზე ვარ თუ ვამბობ ამას და ამიტომ არც ეს გაფრთხილება აღარ მეძლევა. რაც შეეხება ხო, ამიტომ ესეზე და ეხლა გამოიჩეკეთ ძალიან რაღაცა, არ ვიცი, ეს გამწარებული ხალხის კომენტარებს უფრო გავს, ვიდრე გააზრებულ კომენტარებს, ხო? რაც შეეხება აქ წარმოდგენილი, რაც არის, ეს არის იტალიური პერსონაჟი, ბეფანა, შეგიძლიათ ნახოთ. ხურჯინით, რომელიც არის, ეს არ არის რამე ესეთი ჯადოქარი, ჩვეულებრივი ზღაპრის პერსონაჟია, რომელიც მარტო ცხოვრობს, რადგანაც მოსმენა გირჩევნიათ, ყვები მოკლეშინა არსით და მარტო ცხოვრობდა და ყველას ეშინოდა მისი, რადგანაც თითქოს ესეთი მახინჯია შესახედი, თუ რაღაც სახის გამომეტყველება აფრთხობდა საზოგადოებას. შემდეგ მოხდა ისე, რომ ბავშვებს მის ეზოში გადავარდათ ბურთი თამაშობდნენ და ბეფანამ მიაწოდა ეს ბურთი, ერთ-ერთი ბავშვი იდგა კუთხეში და ასე ვთქვათ, ვერ ბედავდა ეზოში შესვლას და თან ხურჯინიდან ეს კამფეტებით გაუმასპინძლდა. რა თქმა უნდა, იცით, რომ ბავშვის გული ამ დროს ძალიან ესეთი არის, სხვანაირი, ეს ზოგიერთი დიდი ვირები ვერ გრძნობს ამას და არ დააფასებს, თორემ ბავშვმა იგრძნო, ვინც იყო ბეფანა და შემდეგ უკვე ეს, რა თქმა უნდა, გაახმიანა თავის ტოლებში და შემდეგ უკვე ყოველთვის სტუმრობდნენ და ესეც უმასპინძლდებოდა ყოველთვის კამფეტებით. ეს პერსონაჟი საკუთარ თავთან მყავს გაიგივებული, მე თვითონ, იმიტომ რომ ზუსტად ესეთი იმიჯით ვსარგებლობ, დიმეც დავსარგებლობ, ყოველთვის რაღაც მიფრთხის ხალხი ეშინიათ, არა იმიტომ რომ ამ საქმეში ვარ, ალბათ ძალიან მკაცრი ვარ ვიზუალურად, თუ რაღაც არის, ხო, ჩემში. და თუ კი შემდეგ ადამიანი შემოდის, მეუბნებიან, რომ სულ სხვა პიროვნება ვარ, ვიდრე გარედან ჩანვარ და აი ამიტომ არის ეს ბეფანა აქ წარმოდგენილი და არა რაღაცა ჯადოქარი, სატანიზმი და რაღაცებს რომ იძახით. რაც შეეხება ზემოთ ნიშნული რაც არის პენტაგრამა, ეს არის დაცვა ხუთი სტიქით, ჩემო კარგებო, დაცვის სიმბოლო და თქვენ რომ წარმოგიდგენიათ რაღაცას, ეს არის ორი ხაზი უნდა გქონდეს, აი ეს ორი ხაზი, ეს არის უკვე თქვენ რასაც უწოდებთ, ეს არის უკვე აქ დილეტანტობა თქვენი მხრიდან და სინამდვილეში პენტაგრამას აქვს დაცვის ფორმა, ფუნქცია აქ. რაც შეეხება პიჯვარსაც რომ იწოდეთ ვარსკვლავის ფორმაში იწერთ, რასაც ძალიან დიდი ძალა აქვს, როდესაც თითებს ასე მოათავსებთ. მაგის განხილვას ახლა აღარ დავიწყებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ზუსტად იცით, რომ თითებიდან, როცა შეკრავთ, გამოდის ძალიან დიდი ცეცხლი. ყოველ შემთხვევაში ასე არის ნათქვამი და წვავს და შთანთქავს ყველანაირ ნეგატივს, როდესაც პიჯვარს გადაიწერთ. მაგრამ ფორმა ზუსტად რომ დააკვირდეთ, აქვს დაახლოებით ასეთი. თუმცა ძალიან მაინც მკრეხელობაში არ ჩამეთვალოს რაღაცა შედარება უკაცრავად, მაგრამ მაინც არის რაღაც, ხო, კავშირში. თუმცა ეს არის კიდევ გითხარით ხუთი სტიქის სიმბოლო და ეს არის დაცვის სიმბოლო. რაც შეეხება დანარჩენი, ეხლა დავდები და ის არის სასწორი თემი და ქალღმერთის სიმბოლო, თუმცა ჩემი სახელი არის მოირა, რომ იცოდეთ ქალღმერთის, ასე რომ გავშიფროთ ამ კუთხით, იმიტომ რომ თავიდანვე ავირჩიე ეს სახელი, რომელი ფიქრობდი და
მოირა და ეს არის ბერძნული მითოლოგიიდან ბედისწერის ქალღმერთები, რომლებიც ქმნიან ადამიანებს, უქმნიან ბედისწერა და თვით ზევსიც ვერ ემორჩილებოდა მოკლედ რა. შემთხვევითობის პრინციპ შეეძლო მხოლოდ მოირას დაგეგმილი თუ გადაწყვეტილი ბედის გარღვევა, შემთხვევითობით რაღაც მოხდებოდა. აქ იმის თქმა მინდა, რომ შემთხვევით თუნდაც რამე მოხდა, ესეთი რაღაცებით დასაშვებია, ეს არც ჯადოსთან არის კავშირში და არც ეზოთერიკოსთან. შემთხვევითობის პრინციპი კიდე სულ სხვა რაღაც არის ფენომენი, ესე ვთქვათ, შეუძლია შეცვალოს ბედი. მაგრამ შეგიძლიათ ესეც მოძებნოთ ეს ინფორმაციაც და უფრო გაიგებთ კიდევ მოირას სახელის ინტერპრეტაციას, თუმცა მე მაქვს ეგ სახელი მათვისებული, მის საკუთრებული დაწერილი უკვე და იმედია ეხლა ვიღაცა არ მოიპარავს ამ სახელსაც, ხო? დიდი ხანია, უკვე 25 წელია რომ იცოდეთ, ასე რომ კარგით. დანარჩენი რაც შეეხება, ეს არის პირამიდები და აღარ ჩამოვიღებ, ეს არის ლოტოსი, შემდეგ ბარაქის და პირამიდები და ეს წვეტი ზოგადად ყოველთვის კარგი არის ენერგეტიკისთვის, თუნდაც აი ესეთი კოშკები რომ იცოდეთ, აი ასეთი ფორმის ნივთები და ზოგადად წვეტი ეს არის ის რომ გაარღვიოს ბარიერები, ნეგატივი და ენერგეტიკისთვის, ხო. დანარჩენი რაც შეეხება აქ ეს არის ნატურალური ქვები, რაც შეეხება აქ ახლა არ მოჩანს კარგად, მაგრამ ერთი ცალი დამჭა, ერთი გატყდა ობსიდიანის ყორანი. აქ მაქვს კიდევ ყორანი, მაგრამ არ მოჩანს კარგად. ეს არის სიმართლის სიმბოლო, როგორც თემიდას სასწორი სიმართლე, ხო? და უბრალოდ ეს არ გაძლევს უფლებას, ჩემი ტოტემი არის, დათვიც არის ფოთაშორის, მაგრამ ერთ-ერთ გამოთვლაში ესეც მოყოლილი მაქვს, მაგრამ უყვები, როდესაც ბავშვი ვიყავი, დასასვენებლად, სამკურნალოდ უფრო სწორად ერთ-ერთ სანატორიუმში, იქ პალატაში, ოთახში ერთ-ერთ გოგონებთან ერთად, ჩემზე უფროსი გოგონები იყვნენ და მოინდომეს რაღაც ესე ვთქვათ გართობაო სექსუალური გოგონებით ისე. ეს ფორმატი ძალიან პატარა ვიყავი და არ მომეწონა მაინც და დავიწყე ტირილი. ისინი რაღაცა დაიწყეს ესე ვთქვათ ვირებმა და მე ესე ვტიროდი და უკვე მაიძულებდნენ რომ რაღაცები ალბათ გამეკეთებინა, ხო, სავარაუდოდ. ამ დროს დაიწყო წვიმა, ძალიან მაგარი წვიმა, ჭექაქუხილი, ყველა რაღაც დაფრთხა, მაგრამ მაინც რომ არ იმჩნევენ და შემდეგ გადავიდა კოკის პირულში და ფანჯარასთან მოვარდა ზუსტად ესეთი რაღაც ყორანი და შემოასკდა. ფანჯარას ფარდები თხელი იყო და გადაწეული ნახევრად და ეს ნათლად ჩანდა. ეს რო დაინახეს ამ გოგონებმა, ძალიან შეეშინდათ. ზოგი ლოგინის ქვეშ შეძვრა, ოღონდ მართლა გეუბნებით, ვიცი რომ ესეც ხაპარივით ჩანს. ზოგმა საბანი გადაიხურა, 4 ვიწექით რა, ერთომაში. აი მე კი ლოგინზე წამომჯდარი ეს რო დავინახე, უეცარი სიმშვიდე მოვიდა რაღაცნაირად, გამიხარდა, არ შემშინებია, რაღაც ვიგრძენის სასწაული, დაცვა თითქოს და დავწექი და მე კაი გემრილა დამეძინა დამათმა, რა ვიცი როგორ გაათენენ ის ღამე. ამიტომ გარდა ამისა, ყორანს აქვს ის ფუნქცია, რომ ეს მხოლოდ სიმართლე უნდა ისაუბრო, არ გაძლევს იმის საშუალებას რაღაცა არასწორად გააჟღერო. ამიტომ ეს იმდენად კარგად მახსოვს, მაშინ რაღაც 7-8 წლის ვიყავი, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა და აი ამიტომ არის აქ საპატიო ადგილას და ესეთი დატვირთვა აქვს. გარდა ამის არის ობსიდიანი, ვიცით რომ ობსიდიანიც
არის დაცვა ნეგატივიდან. ამიტომ აქ სატანური ეს არის უშუალოდ ყავი და ყორანი ზოგადად მისტიკურ სამყაროში მოგზაურობა, მეორე სამყაროში. მართალია მე მედიუმი არ ვარ და ესეთ რაღაცებს საკუთარ თავზე მხოლოდ ტაროლოგის სახელწოდება მაქვს არჩეული, მაგრამ ძალიან დიდი კავშირი მაქვს მიცვალებულებთან, რომ მიცოდეთ. გრძნობ მათ და ვინც გაშლაზე ყოფილა და გამიშლია მიცვალებულზე მოუტანია რაღაც საჭიროებას, ყველაფერი ამომიკრებია, მისი ენერგეტიკა რა მდგომარეობაში გარდაიცვალა, რა იყო ყველაფერი მithქვამს. და მე თვითონაც ჩემთან თუ რამე მაგიური თავდასხმა ხდება, შეიძლება მისმენს ახლა ის ადამიანი, ვინც ამას ახორციელებს, იცოდეთ ძვირფასო, რომ მთელი მიცვალებულები გარს მახვევია თავზე მათგას და შენ მაგას მაგ კარებს ვერ დახურავ. გარდა ამისა, დედაჩემი რო გარდაიცვალა 40 დღე მე მადგა თავზე, თქვენ წარმოიდგინეთ, მეფერებოდა, საბანს მისწორებდა, მამშვიდებდა და დღესაც მაქვს მე ყველასთან კავშირი. ამიტომ აქ ვინ როგორ ასაღიქვამთ, მაგრამ ეს სატანის როდესაც ვხედავ. რაც შეეხება, ეს არის ონიქსები, ლაბრადორიტის სადგამით, ესეც რო ვთქვათ, დაცვა არის, ჩვეულებრივად ეს მინერალები ყველაფერი, მაგრამ ძალიან კარგია ეს ორი ცალი ონიქსი, როდესაც წნევა გაქვთ რაღაც ესე ატრიალოთ ხელში, ხო? მე იშვიათად ვაკეთებ, მაგრამ მაინც გამოაქვს მთელი ცუდი ენერგია და ამისა პატარა თვალის რაღაც ნიშნებიც ესე გამოვიდა. მაშინ ეს რო შევიძინე, სულ არ ვიყავი ამ საქმეში, მაგრამ ისე გამომივიდა. ანუ მიიტაცა, მიიპყრო ჩემი ყურადღება და შეძენილი. ეს არის აურის გამწმენდის საშუალება. მაინტერესებს თუ მოგეწონებათ ამის ხმა. ამის ხმა თუ გაღიზიანებთ, ესე იგი ძალიან დაბინძურებული არის თქვენი ენერგეტიკა, თუ გსიამოვნებთ, ძალიან კარგი არის. აქ გასაკვირი ვფიქრობ, რომ რა არის, იმიტომ რომ მართალია ეს ჩინური ვერსია, მაგრამ ისეთაც ვიცით, არსებობს კიდე პატარა ზარები, რომელიც სახლში ძალიან კარგი არის, მაგრამ მოძრავ მდგომარეობაში უნდა იყოს ეს წმინდავს აურას, როგორც გითხარით, განდევნის ცუდ ნეგატივს, ანუ სხვანაირად როგორ ახსნათ, გასაკვირი არაფერი არ არის, ეკლესიაში ზარები კიდია, ლოცვის წინ ზუსტად იწყება ზარის რეკვით და შემდეგ იწყება ლოცვები, უკვე ეს იმას ნიშნავს, რომ გაიწმინდა ის ტერიტორია, ასე რომ ვთქვათ, ნეგატივიდან, ხო? და შემდეგ ანთებენ საკმეველს, ვინც არ იცით, აი ასე რომ ატარებენ და შემდეგ იწყება ლოცვები, რაც იგივე ხდება აქაც, თუ კი ადამიანი ამ საქმეში ნორმალურად არის და გარკვეული არის უკვე, რა უნდა გააკეთოს, ხო? ჩვეულებრივად აი ასეთი გინდათ საკმეველი დაანთავს ეზოტერიკოსმა, გინდათ აი იგივე ფუნქცია აქვს, ოღონდ უბრალოდ ვიზუალი არის აქ შეცვლილი, თორე ზუსტად საკმეველი რისგანაც მზადდება, ისე მზადდება ესენიც, რომ იცოდეთ. და იწმინდება ნეგატივისგან, ეს სატანისთან არაფერ შუაში არ არის, ხო? ძალიან როგორ არის, იცით? მე ალბათ მიგინდათ გამომიყვანოთ მწყობრიდან, მაგრამ თქვენი რა ვიცი ახლა მესმის ავსებით რომ ხლა დილეტანტები არსებობენ, მაგრამ ავხსნი, ხო? არ არის პრობლემა. ზუსტად იმისთვის არსებობს ჩემი გვერდი, რომ რაღაცები გასწავლოთ. ან შეგახსენოთ, ვინც იცის. არ აქვს შეიძლება ესეთი რაღაც. რაც შეეხება ესენიც ეს არის სელენიტის კოშკი, ძალიან კარგი არის ესეც ენერგეტიკულად, საწმენდ საშუალებებად ასევე.
დანარჩენი ტარო ჩემი დამხმარე ეს ბროწეული სხვათა შორის ბროწეული არის სიმბოლო ბარაქის შიგნით საკმეველი მაქვს მოთავსებული ეს საეკლესიო საკმეველი არის რომ იცოდეთ ძალიან კარგი სურნელიც აქვს დანარჩენი უკვე ეს ჩემი დამზადებულია მართალია ეს ქუდიანი ჯადოქარი ის მე მივაკარი და რაღაც ჩემ საქმიანობასთან არის ასოცირებული მაგრამ ესენიც სააღდგომო ასე ვთქვათ დატვირთვის არის და ხორბალი კიდევ ბარაქის არის ხო რა თქმა უნდა აქ მაქვს ისე აი ეს ბარაქა და მინერალური ქვები სანთლები და ასე შემდეგ რაც შეეხება სანთელი თუ მოგიჩვენათ სატანიზმთან სანთელი ეკლესიაში ფუნქცია თავისი ფუნქცია აქვს ამასაც რა თქმა უნდა ეს არის ასევე კიდევ თქვენი ნეგატივიდან რო დამიცვას, იმიტომ არის აკანთებული რომ იცოდეთ. და სხვა რა დაინახეთ აქ ახლა რამე გამომჩა ლავანდას თუ ხედავთ, ლავანდა კიდევ ესეც წმენდის საშუალება არის, რატომღაც შავი მარილი არ მაქვს მოთავსებული და მადლობა. ეს ვიდეო რო არ ჩამეწერა არ ნახავდი მოვათავსებ პატარა შავ მარილს ბოთლის შიგნით, ისიც წმენდის არის შავი მარილი რომელიც სპეციალურ დღეს მუშავდება რომ იცოდეთ წმენდა დაცვა ნეგატივისგან ის კიდე პატარა ჭორიკანა მაჩუკეს ხო თოჯინა ესეთი სიმბოლოები წესით არ უნდა გაგიკვირდეთ ეზოთერიკოსის მხრიდან იმიტომ რომ რა ვიცი ახლა ეზოთერიკოსი თქვენს წინაშე წარს დგეს და იცით რაღაცა დაიკავოს თოხი და დაგიწყოთ საუბარი ცოტა უფრო უცნაური იქნება ან ყვავილები და რაღაცები მოგიჩიქურთ მოდ ანგელოზები კი შეიძლება ანგელოზიც ყავს კაცო აგერა პრობლემა არის ხო პატარა ანგელოზუკა ეს შეიძლება რატომ არა მაგრამ მაინც ვიცი ცოტა უცნაური რაც შეეხება დასტები, ტაროები, კი ბატონო, სხვადასხვა ინფორმაციული ისინია, წყაროები, დამხმარე ინსტრუმენტები. ეს კიდე ჩასაქრობის საშუალებას სანთლის და რაღა დარჩა აქ სათქმელი, ეს კიდე პატარა სანაგვე, ესე რომ ვთქვათ, ასანთის ღერი და ის ჩავყარო და ასანთი და ეს მქონდეს აქ მოთავსებული. ეხლა მე ერთი კითხვა მაქვს უბრალოდ ესე რომ ისვრით ტალახიან წეხლებს არ გწვენიათ კარგი ეხლა ხო ვიცი რომ არ არსებობს ერთხელ-ნამუსი ესეც სხვათა შორის რაღაცა ძალიან გავაერთესავით და ესეთ რაღაცებს მე თვითონ მაშვები მამზადებ სხვათა შორის მჭირდება ზოგიერთ რიტუალში ისე მიფუჭდება ესენი მასალა თებში რაღაც სადგამ საშუალებები მჭირდება იმის გადაყრა განადგურება მიწევს და უმჯობესი არის პრაქტიკოსმა მისი ხელით დაამზადოს ყველა დეტალი რომ იცოდეთ ამიტომ ესეთი რაღაცების დამზადება იმიტომ დავიწყე გაიგეთ რა ხდება ყველა დეტალი რიტუალის დროს არის ჩემი დამზადებული, რა თქმა უნდა, საკურთხეველიდან დაწყებული. ესენი არის ელექსირები. იცით რა არის? ელექსირებსაც აგიხსნით ბუნებაში ზოგადად როგორც აი მინერალების სამაჯურები და ძალიან უცნაურია ამ თემაზე კიდევ ვინმე თუ საუბრობს, მაგრამ ავხსნი რადგანაც დილიტანტები შემოგვიერთდა მინერალებით და ასე ძვირფასი, ნახევრად ძვირფასი და ძვირფასი თვლებით ხატები არის შემკული, ხმლები, მეფეები იყვნენ შემკული და თავისი თქვენ წარმოიდგინეთ, მინერალს ატარებდნენ, მით უმეტეს ბრძოლა რაღაც მიდიოდნენ. ეს არის ოდითგან და ეს არ არის რამე ახალი და სატანური მინერალები არის ცოცხალი ესე ვთქვათ და მას აქვს თავისი ძალა ხო რას ითხოვ რა გინდა იმის მიხედვით ყველას თავისი მნიშვნელობა აქვს რაც შეეხება ესეთი ელექსირები რომელიც არის აქ სხვათა შორის ეს არის ფინანსების მაგალითად იცით რა არის
მოდი ასე ვიტყოდით, არსებობს წამლები მზადდება მცენარეებისგან, ჩაის ღებულობთ მრავალმხრივი ჩაის სახეობაში მცენარეებისგან, დამამშვიდებელი დავუშვათ გვირილას ღებულობს დამამშვიდებელი პიტნის ჩაი, ქალური პრობლემებზეც ძალიან კარგი არის პიტნის ჩაი, სხვათა შორის რომ მიცოდეთ. და ასეთი მრავალი სხვა ზუსტად ესეთი მცენარეებისგან მზადდება ზუსტად ეს ელექსირები ჩემო და აქ არის სულ ყველა კომპლექტი მოთავსებული რაც კი ფინანსებზე ძალიან კარგი არის და ნატურალურად დამზადებული უსაფრთხოდ რომელიც სხვათა შორის გააქტიურებული და კიდევ შიგნით ესა მაქვს ჩაგდებული ხო მინერალი და რა თქმა უნდა თავისი ძალა აქვს. იგივე თქვენ წარმოიდგინეთ აქ არის მრავალი, თორე ერთი რაღაცა კი არა ჩემო კარგებო. ეს არის დაცვა და სიყვარულზე მაქვს კიდე რომელიც გიცავთ ნეგატივისგან, თვალისგან აი ეს ხო წმინდავს დაუშვათ ეს არის საწმენდის საშუალება მცენარეებისგან მზადდება ესეც რომ იცოდეთ და აი ესენიც, მაგრამ ის საწმენდის საშუალება, ეს დაცვითი საშუალება ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, რომ იცოდეთ და არის დაახლოებით აქ 25 სახეობის ეთერზეთი და არა ერთი სახეობის და იცავს თვალი, მაგიისგანაც კი იცავს ადამიანს, თქვენ წარმოიდგინეთ. იმხელა ძალა აქვს, რომელიც მეც გამოყენებაში მაქვს, რა თქმა უნდა და ძალიან კარგად მუშაობს. ასევე მაქვს სასიყვარულო, აქ არ არის, იმიტომ რომ ავიც მე არ ვიყენებ, ესეთ ფინანსები მქონია აქ. ესეთ ხო. და ეხლა მე მკითხვა და მაქვს უბრალოდ თქვენთან სად არის აქ სატანიზმი და რა ვიცი რაღაცა და რაღაცა. ეხლა რა ხდება? მე აღარ დავიწყებ შედარებას ეხლა ეკლესიას და აქავრობას და იქავრობას შორის, მაგრამ ერთ რაღაცას მაინც გეტყვით სამზარეულოში დანა შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს კარგი დავუშვათ პროდუქტი დააჭრას და ძალიან გემრიელი საკვები დაამზადოს, ხო, თუ არ დაჭერდა გაასუფთავე ის პროდუქტი, როგორ მოამზადებ, ესეთი ფორმით და მიართვას სტუმარს და რაღაცა ძალიან გემრიელი იყო და ძალიან ესეთი ლამაზი შესახედაობრივად და შეიძლება ვიღაცა დაჭრას და მკვლელობისთვის გამოიყენოს, ხო? ასე რომ გასაგები არის, ეს არის დამხმარე ინსტრუმენტები, მაგრამ ვინ როგორ იყენებს, ეს ამასაც მნიშვნელობა აქვს. ასე რომ ეს თქვენი ტალახიანი წიხლები, რა ვიცი, თქვენთვის დაიტოვეთ, თქვენთვის გქონდეთ, გიხდებათ. იმედია ვიღაცა მაინც გაიგო რაღაც ამ ჩანაწერიდან, ამ ვიდეოდან, თუ ვერ გაიგეთ და ახლა რა გავაკეთო, ესე იგი, ჯერ არ ხართ იმ პოზიციამდე, რომ ეს ყველაფერი გაიაზროთ და მოვა ეგ დროც და შემდეგ დაიწყებთ ამ ვიდეოების ძებნას და ჩანაწერების ინფორმაციების ძებნას. დღეისთვის სულ ეს იყო, ჩემ შესახებაც სულ ეს იყო. მუშაობ, ჯადოებს არ ვაკეთებ ხალხო, ბევრი რაღაც ესეთნაირად მოჩაატეჭედით. ჯადოს გაკეთება სხვა ენერგია სჭირდება, სხვა ცოდნა სჭირდება. ვერ მოვიხერხებ თემა აქ მე არა მაქვს, უბრალოდ მე არ მუშაობ, მე მუშაობ წმენდა დაცვა. თუ ვიღაცას რაღაცა მოგხვდათ თავში და ამან გაგამწარეთ და ფიქრობთ ჯადო გაგიკეთეთ, არა, ეს ჯადო არ არის, ეს არის დაცვა. ეს არის ბუმერანგი და ეს არის სამყაროს სამართლიანობა. არასწორად მოიქეცით და მოგხვდათ კეფაში, ასე რომ აქ მოეძებთ ვიღაცამ რაღაცა ჯადო გაგიკეთათ და ასე შემდეგ. ასე რომ შეგიძლიათ მაგ საკითხებს გადახედოთ, სადუშვებთ შეცდომებს და ვინ ხართ. სხვა კიდევ რა შემიძლია აქ დავამატო.
სულ ეს იყო. იმედია ინფორმაციული იყო ბევრისთვის, თუმცა ბევრს უკვე ეს თემა მოსმენილი აქვს. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს დროებით.